ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით, არის ახსულდა ოცნება, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ისევ და ისევ ეთერშია, თქვენი ჯაპანას პაპანაკება, თქვენი არა, ჩვენი, მაგრამ ვისაც თქვენსაც თვლით, ჩვენ ბედნიერები ვართ ხოლმე და ხოლმე. ჩვენ ისევ შემოვედით 2 თვის ხანძი, 2 თვის პაუზა გავაკეთეთ და ისევ დავუბრუნდით ეთერში, ვარ ძალიან მოხარული. რატო ვარ ახლა მოხარული? მინდა გითხრათ, იმიტომ რომ თქვენ გარიდან ჩვენი მსვენელი ხართ, ყველა ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ თავარი ის არის, რომ აქ თავისუფალ სივრცეში ისეთი თავისუფალი და კარგი ადამიანები მუშაობენ, მოღვაწეობენ და წვალობენ თქვენს გამო, რომ თქვენ გასიამოვნოთ, არიან ძალიან ნიჭიერები, არიან გონიერები, არიან იუმორით, არიან და აი ამ ადამიანებთან რომ მე ისევ დაბრუნდი, ძალიან მოხარული ვარ და რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მოხარული, რა თქმა უნდა, რომ თქვენ სპენელო თქვენ შეგიძლიათ ისე და ისე მომისმინოთ 1-2 სიტყვით რაღაცა, რომ რაღაც გითხრათ, გაგანდოთ, გაგიზიაროთ და ეხლა პირველ გადაცემაში გადავალ სტუმართან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს არის დიდი პატივია ჩემთვის, ბატონო ჩემო, ამ ადამიანის სტუმრობა პირველივე ახალ შემოსულ გადაცემაში. ეს არის ბატონო ზაზა ხუციშვილი, რომელიც არის დავით, ჩემი ახალგაზრდობა, ჩემი სიყრმე, სიყვარული, ვაკის პარკი, მე ზუსტად ვიცი რომ ჩვენ ახლა სამწუხაროდ ძალიან გადაბმული მეგობრობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ საერთო მეგობრები თბილისი პატარაა, მოგეხსენება და ყავს და სულ რო კარგი გესმის ადამიანზე საოცარი ენერგია მოდის, ინტელექტუალური ადამიანია, კაი შესახედავია, კარგი ადამიანია, რა ვიცი, ყველანაირად კარგი ადამიანია, ბატონებო და ძალიან მიხარია რომ პირველი სტუმარი ხარ ჩემს. დიდი მადლობა მინდა მოგახსენო მობრძანებისთვის, შენ შემოგევლოთ ჩემი თავი. უღმესი მადლობა ასეთი წარდგენისთვის, ასევე ყოველთვის. ეს მარტო ჩემი აზრები არ არის, ეხლა მართალი გითხრა და დითი რამბები არ გამიმართავს აქ ძალიან ბევრი ადამიანი. მიუხედავად იმისა, პარლამენტარის კი იყავ, ჩემო კარგო და პარლამენტარი, ეგეთ პარლამენტარი, მე ეგეთი თქმილი საყვარელი და მურაბადად თქმილი კაცი, მე არ შემხედრია რა საერთოდ რა, მაინც დარჩი ის რაც იყავი და რაც ხარ და ესე იქნები სულ. ჩემო კარგო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის კიდევ ერთხელ და მადლობა მოწვევისთვის მიხარია. იცოცხლე ჩემო კარგო. როგორ ხარ მითხრა, აი ხო ჯანზე ხო ხარ, კეთობა რომ კარგად. მადლობს, კარგად. როგორც ყველა შეწუხებული გარემოთი. კი ბატონო. უამრავი პრობლემა არის, მაგრამ ნუ რა ვქნათ, როგორც სიტყვიან თუ გახსოვთ ერთ-ერთ ფილმში არის რომ აი მისავით ეტყვის ერთი გმირი მეორებს რომ შენ რომ ცხოვრობდე ცვლილებების პერიოდში. ხო, იმდენი რამე გადაგხვდა, რომ ვერ წარმოიდგინე. ჩინური ანდაზა საერთოდ რა. და ამავე დროს გარდაქმნების პერიოდში ცხოვრობ. რეალურად ძალიან ბევრი კუთხით კარგ დროსაც ცხოვრობთ რა. კი ბატონო, ძალიან ბევრი რამე გახთ უარყოფითად არ უყურებ აი ამ პერიოდს პირიქით. ლუსტრაციის მხრიდანაც და ყველანაირად რა. წყევლაა საერთოდ, ჩინური წყევლაა. ებრაული ხო არის საშინელი წყევლაა. შენ კი ბეზე ამოვიდა ბალახიო. ეხლა ამას რომ კაცი გეტყვის, წარმოიდგინე რა საშინელება. ეგ არის რომ შენ გეცხოვროს გარდაქმნების პერიოდშიო რა. აი მეფე რომ მეფეს სულიდა მაგალითად აი იმ პერიოდში და თავისთავად ცხადია და მე მინდა ერთი რამ თქვა რომ ესე იგი აი დავიწყოთ იმით ეხლა ერთი ეს მოვითავოთ და შემდეგ სალაპარაკე მე თავარი რამე და მაყურებელს კიდევ უთხრა ჩემო კარგებო და კეთილებო და კარგი ადამიანებო ვინც გვისმენთ მინდა გითხრათ რომ პატარა ფორმატი შეიცვლება ჩვენი გადაცემის აღარ იქნება პოლიტიკაზე ლაპარაკი ბევრი და იქნება სიმღერები თქვენყოლება მუსიკოსები აგერ პირველი ზაზაა და ძალიან მიხარია რომ პირველი ზაზაა გაზამ გახსნა ჩვენი გადაცემა ახლიდან და ფორმატი შეიცვლება რა უფრო მხია რომ მოგაწევთ ვილაპარაკებთ იმ წინაკვირის თემებზე რაც იყო მთავარი თემები ჩემო ბატონო და თან იქნება უფრო მხიარული შევეცდებით რომ გამხიარულოთ და არა რაღაცა სევდა და ჭირი და ვარავინ შემოვიტანოთ გადაცემაში ამას მერთმა გვაშოროს ეგ ამბავი ეხლა რამაინდა თავიდან მოვითავოთ ეს ამბავი და ვთქვათ რომ არის სასწაული რაღაცები ხდება ამ ბულინგმა ეს ეჭამა ქვეყანა ერთი რამე მინდა ვთქვა ეხლა მე მსახიობი კაცი ვარ მანჯანიშვილის თეატრის მსახიობი ვარ და არაერთხელ მithქვამს და ჭვიან კაი ნათქვამია ერთი რომ კაცი სანამ ვიღაცა შეაშინებ, ხო, მე ვფიქრობ, რომ იმაზე უნდა დაფიქრდე შეშინდება თუ არა ის კაცი. იმის გადამყენებაა, თათა თუთაშხიასი, გელმაც კი იცისო, რომ ვინ შეჭამოსო რა, რომ თვითონ არ შეიჭამოსო რა. ხო და არიან ადამიანები, რომელსაც არ ეშინიათ ეხლა ამ ადამიანების რა უბედურებაა ეს ლანძღვა, რა ჭირი გჭირს, რა სენი, აი ვერ გავიგე აგერთ განან, აი ხელოვნება და სპორტი საერთოდ მე როგორც ვიცი, რომ რაღაცნაირად აერთიანებს ადამიანებს. როგორ გააერთიანა ახლა ფეხბურთმა, მოგეხსენებათ ეგ ამბავი, ხო? ასევე ხელოვნებაც რაღაცნაირად აერთიანებს. გაგიგია სცენაზე იდგე და იქიდან დედას იგინებოდე, ხა აი
თან მით უმეტეს ეხა შენ როგორ ხვდება გულზე ზუსტად ვიცი იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა ენერგეტიკა და სხვა ის მოდიოდა შენი ვაკის პარკიდან და შენი სიმღერებიდან და ინტელექტი შიგნით ჩანს და რა გემოვნება ჩანს და ყველაფერი აი იდგეს სენიდან და მღეროდე და ხოცებს რა და რაღაც აი ეს ამიხსენი დაჭირი ბჭის აი როგორ გვეტყვი რა იცით რა საერთოდ მე ვთვლი რომ აი დამოუკიდებლობის თქვათ 33-34 წელი ხო რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და დამოუკიდებლობად ვთვლი რომ ჩავიხედეთ სარკეში და რასაც ხედავთ არ მოგწონს და თან ვამბობთ რომ ეს ჩვენ არა ვართ და რეალურად ეს არის ჩვენი სახეა ეს გამოვლილი ყველა მთავრობა ვინც იყო როგორიც იყო თავისი პლუსებით თავის მინუსებით ხო ეს არის ჩვენი წიაღიდან წამოსული ადამიანები და ის საზოგადოებაც რომელიც მერე ასე რეაგირებს ძალიან საწყენია ის რომ ნებისმიერი ხელისუფლების ცვლილების დროს იყო ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფი რომელიც პირველი დღიდან ასე ვთქვათ ჩამდგარი იყო ოპოზიციურ რეჟიმში აი არასდროს არ ყოფილა პირიქით ყველა ხელისუფლებას წარმატებას უსურვებდი, იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის წარმატება არის იმ პერიოდში მათი გაკეთებული კარგი საქმეები, ხო? მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც ფინანსურად და ყველანაირად დამოკიდებული ხარ იმ ხელ, როცა იცვლება მე, მაშინ მტკივნეულად აღიქვა ამას ყველაფერს. ხო და აი ამ რას გულისხმობ, იმიტომ რომ ხანდახან ხო უნდა კრიტიკულად შევაფასოთ ჩვენი თუნდაც მიდგომა, ჩვენი აზროვნება. აი მე არ მაქვს პასუხი რომ ხალხი რომელიც განსხვავებულ აზრს ვერ იტანს, აი ამ ხალხმა დემოკრატია როგორ უნდა აშენოს. აუტანლობა არის აბსოლუტურად განსხვავებული აზრის და თან იმისი წარმოდგენაც ბევრს არ შეუძლია რომ ამ ადამიანს შეიძლება თავისი ასეთი რწმენა აქვს, ხო, რომელიც შენგან განსხვავებულია. და ასე იარლიყების მიწებება იმისთვის რომ აი ჩემთვის ერთი რამ არის წარმოუდგენელი რომ ესე იგი თუ ადამიანს თავისი ქვეყანა უყვარს მას შეიძლება მისი მომავლის მიმართ კონდეს თავისი კონკრეტული წარმოდგენა ხო როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის განვითარება არ გამოურიცხავ რომ ეს შეიძლება იყოს მცდარი ხო რა მოხდა ღალატი და შეცდომა ეს არის ეხლა შეიძლება ცოტა შევცვალო თემა მაგრამ ნუ ერთ-ერთი არხის ეთერში მოვისმინე ასეთი რამ რომ ერეკლე მეორე ყოფილა მოღალატე ნუ ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელი იმიტომ რომ ერეკლე მეფემ რამდენჯერად საქართველოსთვის იბრძოლა 10 იმდენი მილიონი აქვს ამ ქვეყნისთვის მოპარული ადამიანებს და შეიძლება მაქსიმუმ ისტორიული შეფასება მიეცეს იმას რომ თქვათ ვიღაცების აზრით ეს ტრაქტატი იყო თქვათ ხელმოწერა შეცდომა მაგრამ ღალატია საერთოდ ესე იგი ისეთი ვიდლაპარაკობ შეება რომ თვითონ სიტყვის აზრიც აღარ გვესმის იმიტომ რომ ეხა ყველამ ვიცით აღარ რამდენი ჭრილობა აღმოაჩნდა ხო და 16 წლიდან ნუ 70 წლის იყო თითქმის როცა ტრაქტატზე ხელი მოწერა დაახლოებით ხო ცხენიდან არ ჩამოსულა და საქართველოსთვის რამდენი ხო რამდენი 4 ომი ნუ ესეთი მიდგომები გარდა ამისა აი მე ჩვენს მენელს და მაყურებს და თუნდაც ამ ადამიანებს ხო მე დღემდე მიუხედავად იმისა რომ აი მაისში 60 ზელენსკი არის გბირი და მეფე ერეკლე არის და ის ლაზარია გბირი აი საოცრებად ხდება ნუ სხვებს არ მინდა შევეხო ხა კონკრეტულ ადამიანებს ერთი რამ მინდა თქვა რომ დღემდე აი როდესაც ეთერში მოვდივარ ხო მე ყოველთვის მახსოვს რომ პირველ რიგში ვარ ჩემი მშობლების შვილი აი მსმენელისთვის და რადიო მსმენელი იქნება თუ ტელემაყურებელი ხო რომ იყურებს ვიღაცა იტყვის რომ ნუ ეს გივიხუციშვილის შვილია მედეა მილორავაშვილია ვიღაცისთვის ვარ ჩემი ცოლის ქმარი ხო ვიღაცისთვის ვარ შვილის მამა და კიდე უამრავი ნათესავი და აი ამას ხო უნდა ელემენტარულად შენ თუნდაც შეფასებებში და აი რაღაცა ბიძ სიტყვაობაში ხო ამას ხო უნდა მიაქციო ყურადღება რომ სადახარ ხო ნუ ეხლა ყველანაირი კრიტიკა შეიძლება სად გაიზარდე ზომიერების დაცვით და სწორი ლექსიკით ყველანაირი და ხა ტყუილა ხო არ არის რა თქმა უნდა გველსა ხრელით ამოიყვანს ენატკბილად მოუბარიო ხო შეიძლება ადამიანი ისე გააკრიტიკო რომ 10 იმდენი კი არ დაგიბრუნოს არამედ დაფიქრდეს იმაზე რომ აი სადღაც შეცდომა ხო არ დაუში რაღაცაში იქნებ მართალი არა ვარ და ასე შემდეგ და აი რა გითხრათ ჩემთვისაც აი ეს ფონი რომელიც შექმნილი არის აბსოლუტურად დამთრგუნველი და მიუღებელი და
ძალიან მძიმე არის და აი როგორ გითხრათ ახლა მე მოვა დრო და ჩემ ახალ სიმღერას წარმოვადგენ რომელიც ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ და ავტვირთეთ და პრაქტიკულად აი იმაზეა რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ რა. პირველად იქნება ეთერში რო ჩვენ ბატონებო და ხალბატონებო დღეს პრემიერა ზაზა წარმოგვიდგეს რაიმითაც გეტყვით რომ არა ახლა რამაინდე ხო არა საერთო ენას ბოლო დავადგინეთ რომ რატო ვერ გებულ რატო ვერ ვახერხებთ ერთმანეთთან ურთიერთობას გაუგებარია ჩემთვის რა ისევე როგორც ჩემთვის ასევე ჩემთვის რა ისეთ რა ერთხელ მე ფეხბურთსაც ვილაპარაკებთ ხო როგორც ცოტას და ერთ რამეს გეტყვით რომ ესე იგი ძალიან დიდი კითხვის ნიშანი არის რომ აი როდესაც ინგლისის კლუბები ესეთი მაგრები არიან ეროვნული ნაკრების თამაში რატო არ არის ისეთი შედეგიანი ხო და იგივე პრობლემა ესპანელებსაც ჰქონდათ და სხვათა შორის History Channel-ზე რომელსაც ხშირად უყურებ ხოლმე იყო გადაცემა ფეხბურთზე დანახული აი ამ კუთხით და აი ამ ორ ნაკრებზე იყო რომ ესე იგი კლუბები ნუ ჩემპიონთა თასის მაგათია ან ესპანეთის ან ინგლისის ძალიან ესეთი მაგარი ფეხბურთი მე მაგურ ჩემპიონატს უყურებ ძირითადად და ამ დროს ეროვნული ნაკრები აი თუ არ ჩავთვლით ესპანეთის 2008-დან 12-მდე და ეხლა მიღებულ შედეგებს იქამდე აი 64-ის ევროპის მერე არაფერი მოგებული არ ქონდათ. ინგლისელებსაც 76-ის ჩემპიონატის მერე კი ფინალიც ითამაშეს, მაგრამ არაფერი. ხო და ესე იგი რო ალაპარაკეს თქვენს რომ ტიპები კლუბში იმდენად ვერ იტანენ ერთმანეთსო, რომ მაგათი გაერთიანება ეროვნულ ნაკრებშიო ძნელად წარმომიდგენია. და ერთ-ერთმა მწვრთნელმა თქვა რომელიც დაპატიჟეს ინგლისის საცვენად თუ არ ვწდები სვენ გორან ერიქსონმა რომ შევედიო და სადილზეო სხვადასხვა მაგიდაზე დაждდნენ მანჩესტერის და ლივერპულის და ვიღაცების ფეხბურთელები და გადავირიო ბიჭო ეს ეროვნული ნაკრებიო ესე ვთქვათ აი ვერ ხდება ეს იგი მარტო ჩვენ არ გვჭირს ისეთი დაძაბულო ლუიშ ფელიპე სკოლარის უთხრეს რომ რომელ ადგილზე გახვალ არ გვაინტერესებს ინგლისის კლუბებს ისა ლონდონის კლუბებს უნდა მოუგო ჩელსის იმათ რომ დაინიშნა ხო კაცი გამოვიდა და ესეთი რამე მე ვარ გამიგიო აი ლონდონის კლუბებთან უნდა გქონდეს დადებითი ისე სხვაო არ გვაინტერესებს არაფერი. ნუ რაღაცა წარმოუდგენელი ეს იგი მარტო ჩვენ არ გვჭირს ეს ჭირი რა ესე იგი. ნუ ეხლა რა გითხრათ ჩვენ გაგვიგზელდა ძალიან თვითგამორკვევაც და აი ეს სიყვარულის გნობას დავკარგეთ და ჩემთვის სულ იმას ვფიქრობ რომ თქვენ დალოცვილებო თუ კი 97-18%-იანი არის საპატრიარქოს და პატრიარქის ნდობა თუ კი ქრისტიანი ქვეყანა ვართ, აი ამდენი სიძულვილი და ის ამდენი დაპირისპირება რატო არის, ხო? თუ ამ ქრისტიანობამ შენ ხო უნდა გაგაერთიანოს და უფრო გაცილებით უფრო დიდი სიყვარულის დათმობის, შენდობის და ამის უნარი მოგცეს და თუ არა და ეს ფაქტობრივად ფორმალობა გამოდის, იმიტომ რომ რეალურად რასაც უყურებთ ეს არ ჭდება რა მთლიანობაში არაფერში ტრადიცია არსებობს, ადათი, როგორც თქვი, სად გავიზარდე, იმაზე ვფიქრობ, ეხლა ხო არ უნდა დაკარგო რაღაც წინაპარი, ხო უნდა რაღაც საიდან მოდიხარ, საით მიდიხარ. ნუ გასაგებია ყველაფერი. გენაცვალი ჩემი თავი. ფეხბურთზე ვილაპარაკეთ, ბევრი და გადავიდეთ კვარათი, ხო, თუ კიდევ ვახსენოთ პატივცემული ბერაბდვალიშვილი, 9 პატივცემული, უკვე დაიცვა კამარი მეორეჯერ, აგერ, ნუ ეს საოცრებაა, რა გითხრა, რა ეს არის ადამიანი, რომელიც არ იღლება. ეხლა ყველა სპორტს ჭირდება გამძლეობა, ხო? შენ ეხლა აგერ სულაც ვილაპარაკეთ, სანამ შემოდიოდი, სულადაც ვილაპარაკეთ და არ არსებობს ეგეთი სპორტი და ჩხუბს განსაკუთრებით პატარა გამოცდილება მეც მაგ ამასთან დაკავშირებით რაღაც კუჭური ჩხუბებია. გამძლეობაა მთავარი რა. ესე იგი რა, დიხანიას ვეძახით მაშინ. ეს კაცი არ იღლება. ეგეთი არაფერი არ მინახია რა. რაც გადის დრო და ხანი და თუ ვერ წააქციე, დამთავრებულია ყველას დაამთავრებს ეგ. თან ბებერი ხარის ქებიც ყლავსო, აი მე გამთვალიშვილს და თქვა. შენას სიტყვით, იური სიტყვით ავკაცე რა. იცით რა, მე პირდაპირ გეტყვით რომ ბუნებრივი არის რომ სადაც ჩვენი ქვეყნის სახელი ისმის, სადაც ქართველი გამოდის, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში გულწრფელად წარმატებას უსურვებ და გვიხარია გამარჯვება. თუმცა აი მაგ სპორტის სახეობის მაყურებელი არ გახლავართ და სიმართლე გითხრათ, აი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა ბრძოლა წესების გარეშე დაეწერა მაშინ, როდესაც აი 90-იან წლებში თეატრი დაცლილი იყო მაყურებლისგან საერთოდ კულტურა, კონცერტი ეს ყველაფერი და სპორტის სასახლეში იყო ეს ბრძოლა წესების გარეშე და დაახლოებით 10,000 კაცი დაესწრო და აი ჩემთვის ცოტა ის იყო რა ქვია
რატომ ასეთი ტიპის სანახაობა და რატო აღარ დადის ხალხი თეატრში და იქ რატო დადის ეს შეკითხვა დაუსვი ჩემთანს და მე აი ამაზე ავაგე ის ისტორია რაც მე ამ სიმღერის ტექსტში არის ბრძოლა წესების გარეშე. ამიტომ პირდაპირ გითხრათ მაყურებელი არ ვარ, გულშემატკივარი ვარ და ყოველთვის წარმატებას ძალიან კარგად მესმის და აი იმაში რომ შევიდე ტაქტიკაში რომ რის ხარჯზე იგებს როგორ იგებს ვერ გეტყვით ნამდვილად. ხო და მე ვარ რა იცი რომ აი ფაქტუალებული ვარ მე ბოქსი რატო იცი რომ ეხა ბოქსი გასაგები მე კლასიკაა და წელზე მოცალსკენ არ შეიძლება და გასაგები აქ აირია რაღაცეები შეიძლება სისხლი ბევრია გასაგებია მაგრამ ეხა იმას ბაირონი ჩხუბობდა მეტალინკი ჩხუბობდა შეწარმოიგე ლურჯი ფრიდროლის დამწერი კაცი იყო ევროპის ჩემპიონი ბოქსში რა და ეხა აქ სხვა ამბავია მაგრამ რატომღაც აი ისე მაინც თქვი რომ რაინდულია ერთი კაცი რომ ერთ კაცს ეჩხუბება და ოთხი კაცი რომ ერთ კაცს არცემს უკვე кай პონტია რა кай გიდა თუ გახსოვს მაქს შმელინგის და ჯო ლუისის ისტორია. როგორ არ მოგხსოვს? ეს არის საერთოდ საოცრება. აბარა. ანუ ჯო ლუისთან წაგების გამო მაქს შმელინგი გააგდეს ომში გერმანელი მსოფლიო ჩემპიონი. და მთელი მეორე მსოფლიო ომი იბრძოლა ამ კაცმა, იმიტომ რომ ანუ პირველად მოიგო შმელინგმა, გახდა მსოფლიო ჩემპიონი და გააღმერთეს გებელსმა, ისე შეუფუთა და შემდეგ როდესაც წააგო მაჩრევანში, ხო, შემდეგ საერთოდ მოთხარეს და გააგდეს ომში. ეს ამ კაცმა დაკარგა აბსოლუტურად ყველაფერი. და როდესაც ომიდან დაბრუნდა, გახდა ძალიან წარმატებული მეწარმე. და ჯო ლუისმა კიდე პირიქით ნაშოვნი ფული როგორც გარინჩას შემთხვევაში საერთოდ მიანიავა. და სიცოცხლის ბოლომდე მაქს შმელინგი ინახავდა ჯო ლუისს, იგზავნიდა ფულს და სხვათა შორის საფლავის ქვაც თავის ხარჯით გაუკეთა. ეგეთივე ისტორია კასიუსკლე მუხამედ-ალის და ჯო ფრეზერის ბოლო ბრძოლის შემდეგ შვილი რო დაიბარა და ბოდიშები რო უხადა მუხამედ-ალიმ რა. ხო, ეხა უნდა გადავიდე. სხვათა შორის ჯო ფრეზერი კარგად რო იცნობდა ალის არ წინდა ეს. ხო, ნუ ეს იძახდა რომ მელამაზი ვარ და ეს რას გავს როგორ უნდა მომიგოს და რაღაცები და დავფრინო პეპელას უტარებდა რა. ხო, თან პრემიერა დავპირდით ეხა ჩვენ დღეს და კიდე გარდა მაგისა გვაგბედნიერება რომ კიდე ერთი სიმღერა უნდა გვიმღერო და აი რა ვგითხრა ეხა ხوار გადავიდე. არა, ერთი რამე კვარასთან დაკავშირებით ვითხარი, ერთი რიცხვი და გეგეზე კვარასთან დაკავშირებით მინდა გასდარკვევენ. იქით კვარავა ჯო ერქვა, იქით რაღაცა ხო ერქვა რაღაცეები სახელს ვერ გეტყვით, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით რომ დამაბრუნა იტალიის ჩემპიონატის მაყურებლად კვარა. ხო, ხო. ნუ იტალიის ჩემპიონატს არ უყურებდი პირდაპირ გითხრათ ბოლო დროს. ნუ ამდენი დროც არ მაქვს ახლა რომ ყველა ჩემპიონატს უყურო, უფრო ესპანეთი, ინგლისი და ესპანეთს. და ეხლა გადავდივარ საფრანგეთის ჩემპიონატის მაყურებლად. ეს ბუნებრივი არის. ნუ უნიჭიერესი ფეხბურთელი არის. ხა წარმოიდგინეთ პირველივე სეზონში იტალიის როდესაც პირდაპირ შენი სტრაიკერის მოვალეობა არ არის ეგრეთ წოდებული გოლეადორს, ვისაც ვეძახდით. ხო. ფლანგური ფეხბურთელისთვის 12 გოლი და საუკეთესო ფეხბურთელი იტალიაში, ხო, სადაც წლების წინ ბაჯო თამაშობდა დელ პიერო და ასე შემდეგ. და იტალიელებს ძალიან კარგად ახსოვს ბასტენი გულიტის პერიოდი, მიშელ პლატინი და იყო პერიოდი, როდესაც საუკეთესო ფეხბურთელები იტალიაში თამაშობდნენ და აი ამ ქვეყანაში მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ საერთოდ მიუხედავად იმისა, რომ დღეს თქვათ ისე არ წინავენ იტალიური კლუბები ევროპაში, მათი დაცვა ყოველთვის არის აი განსაკუთრებული. იტალიური დაცვა ეს არის კლასიკა უკვე. და აი ამ გუნდებში ესე ინავარდო რაც გააკეთა კვარამ, მართლა შესანიშნავი შედეგი იყო, წარმატებებს უსურებ გუშინ. ძალიან დაძაბული უყურე 2-0 რო გახდა მან სიტის, გვარდიოლაც მიყვარს სხვათა შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე კვარას მოლოდინმა გადაწონა და ნუ უბედნიერესი ვიყავი რომ 4-2 მოიგო გუშინ PSG-მ და ეს მოგცემს იმის საშუალებას რომ როდესაც პლეი-ოფები დაიწყება, იქ უკვე კვარას ექნება საშუალება უკვე პლეი-ოფში ითამაშოს. 25 უკვე, ხო? აგერ 25 იქნება. არა, ეხა იქნება ბოლო ტური, მერვე ტური და უკვე ამის მერე დაიწყება ანუ აი ხა შემდეგი 2-3 25 არ თამაშობს? არა, იმაში ჯგუფურში არაა გუფლება. აჰა. ანუ პლეი-ოფში თუ გავიდა PSG და უკვე მაგ გამარჯვებით პრაქტიკულად გაინაღდა, შემდეგ უკვე პლეი-ოფიდან ექნება. ნუ ეს ჩემპიონთა ლიგის და
ზამთრის ტრანსფერის თემა არის. როგორც წესი ზაფხულის იმებს ესეთ პრობლემები არ ექმნებათ. ზაზა, ჩემო კარგო, ბოდიში ვიხდი რასეთი. დროში მივიდა რომ ჩავედიო და სიმღერა არა რას ვაღობ. პრემიერა ბოლოსთვის შემოვიდა ხო. კაი ამბავ რა. თუ პრემიერას ეხლა პრემიერა და ეხლა გავაკეთოთ თუ როგორ ჯობია. როცა ჰოლივუდზე ვილაპარაკებთ ის მეორე სიმღერა მაგ. აი რა სიმღერაა, მაშინ ეხლა გავაკეთოთ თუ პრემიერა ამ სიმღერას ქვია წამი და დედამიწა. წამი და დედამიწა. რამდენიმე 2-3 დღე ავტვირთეთ არხზე, ჩვენ გვერდზე, Facebook-ში. მე უკვე 2 წელია გამოვდივარ ზაზა ხუციშვილის ბენდი ასეთი სახელით, ახალ შემადგენლობასთან ერთად და აი ამ სახელით და უმეგობრდეთ შეგიძლიათ ამ Facebook-ზე ბადება, როგორც YouTube-ში, ისე Facebook-ში. ეს არის პრემიერა დღეს ჩვენთან. ისევ ბრუნავს არიღლება, ზურგით გვატარებს. მზის გარშემო შემოიფრენს, ამ ერთელსაც გადაგორებს. წამი შეცვლის ერთწუთს წუთისაც, საათი კი დღეს. იანვარი დეკემბერს და წელიწადი მთელ საუკუნეს. სადაროდის ვიბადებით, ან ერთმანეთს როგორ ხვდებით, ასე რატომ გვიყვარდება, რატომ გძულს და რას ველით წელს, წამი წამში გააცილებს გასულ წელს, თუ გინდა რომ სურვილები აგვიხდეს, მოდი სიყვარულზე ვისაუბროთ დღეს. სულ რაღაცას ვეძებთ, ვიპოვით და აღარ გვახარებს. სულ რაღაცას ვითხოვთ, მივიღებთ და წამში ვითხოვთ მეც. თვითონ უშვებთ შეცდომებს და როგორც წესი სხვისკენ ვიშვერთ ხელს. და ოქროს ვაგროვებთ და თურმე წამში ვკარგავთ სიცოცხლეს. რაც ჩვენ გვინდა იმას ვხედავთ, რაც არა და აღარ გვესმის, ერთმანეთს თუ ვერ გაუგებთ, აბა მარტო როგორ ვიქნებით წელს, წამი წამში გააცილებს გასულ წელს, თუ გინდა რომ სურვილები აგვიხდეს, მოდი სიყვარულზე ვისაუბროთ დღეს, წამი წამში გააცილებს გასულ წელს, თუ გინდა რომ სურვილები აგვიხდეს, მოდი სიყვარულზე ვისაუბროთ დღეს. ძალიან დიდი მადლობა და ჩემო კარგო, უღრმესი მადლობა. ძალიან მოხარულია რომ პირველად გაშერდა ჩვენს ეთერში პირველ ახალგაზრდულ გადაცემაში. ხო და ჩემო აი წარმატებას უსურვებ ამ სიმღერას, ჩემო კარგო, საერთოდ შენ გისურვებ წარმატებას. დიდი მადლობა, ჩემო კარგო. და რა მინდა რომ გითხრა, რატო ბაძო? ეს ზედმეტ სახელი თიკუნი ასე ვთქვათ, ქართულად ესე არის ზედმეტ სახელი. მე კი ვიცი ჯაპანად მომფია, იაპონელი made in Japan სპონჯი ამბავში, მაგრამ ეს ბაძო რატო? სხვათა შორის made in Japan ამაგარი ბრენდი იყო და მე ყველაფერს ეწერა კიდე ცეკვებიც ეკვე, ტიბეტური ცეკვებიც ეკვე პირველ ტურზე სამსახიობოზე და იქიდან ლენტი მეკეთა და ტიბეტელი მეორიც იყო და იმ ვინც დამიძახა პირველი მაინც ალი ახლა made in Japan ყველაფერს მაკინტაფოს ყველაფერს ეწერა ჯაპანაო და ნუ აღარ მოვიშორე. მე ფსევდონიმად მეკსა საერთოდ ტიტრებში მწერენ. მაგრამ ეს ალბათ უფრო თიკუნია შედი, ხო ზედმეტ სახელი. კარის მეზობელმა გარდაიცვალა დიდი ხნის საწყალი, სახელი და გვარიც მახსოვს ბონდო კვატაშიძე, დამარქვა კოდ ბაზილიო.
რატომღაც. რა კოდ ბაზილიო, მელა ალისა და კატა ბაზილიო ხო? მაშინ ბაზო. ბაზილიო და მე შეამცირეს, შეეკვეცეს, გადააკეთეს, გადმოაკეთეს და დამრჩა ბაძო და ვაკის პარკი შემოგარგო. მაშინ ვაკის პარკი. მინდა რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკო დრო, რეგლამენტი, მაინც რეგლამენტია და მინდა რომ ყველაფერი კითხო და ყველაფერზე ვილაპარაკო. იმიტომ მაპატიე რომ ცოტა ის ვიქნები, რა ქვია. უხეშად არ ჩავერევი. არა, კი ბატონო. მაპატიე და რამიტომ ვაკის პარკი მითხარი ჩემო ბატონო, ამიტომ ყველა საინტერესებს, აი ყველა იმპერიის საყვარელი სიმღერა ვაკის პარკის აი და ნუ ვაკის პარკის სახელიც უბნიდან წამოვიდა ვაკის პარკში აი წეღანაც ვილაპარაკეთ ძმები ჭილაშვილები ბლიცის შემადგენლობა ეს ღამურები ზურა კაკაბაძის უმცროსი ძმა ირაკლი საწყალი გარდაიცვალა მისი ჯგუფი აი ძალიან ბევრი ჯგუფი ვიკრიბებოდით და კინოსთან იყო ეგრეთ წოდებული ბირჟას ვეძახით მაშინ იქ შეკრება რაღაცების მოყოლა ტექსტებზე საუბარი ამაზე საუბარი ის ახალი ალბომი გამოვიდა და მე როგორც წესი უკანა მხრიდან ავდიოდით სახურავზე და იქიდან უყურებდით კინოს ვაკის პარკში და ნუ ხა სახეზე რომ ვიფიქრე რა უნდა დამერქმე და დავარქვი ვაკის პარკი ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ მუსიკოსის რომელიც წლების განმავლობაში ამ ჯგუფში მოღვაწეობდა საქმიანობდა უკრავდა ჩემთან ერთად გამოვიშვით 6 სტუდიური ალბომი აქედან 5 საკუთარი სიმღერებით ერთი ეგრეთ წოდებული cover ვერსიებს ეძახიან ახლა ნუ სხვის სიმღერის გადაკეთებული ვერსია იმ ალბომში იყო როცა მოგწყინდება ქალბატონ ნანისთან ერთად ქარი კლავარხევს თორაძის რომანსი ცისპერტრიოსთან და ერთად ნინო სურგულაძესთან ერთად დუეტი ძალიან ბევრი დუეტები იყო და შემდეგ უკვე როგორ გითხრათ არაფერი ისეთი არ მომხდარა დღესაც ჩვეულებრივი ძმაკაცები ვართ კარგი მეგობრები ვართ უბრალოდ რაღაცა აი ესე ვიგრძენი რომ რაღაცა გარკვეული ცვლილება უნდა მომხდარიყო იმისათვის რომ მომავალი საქმიანობა დაიშალენ ბიტლები ვითო დათქვამი რო არის ეგრე არა არა ბიტლები სხვათა შორის ანუ მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა შემდეგ ის ლენონის სიმღერა How do you sleep at night ნუ ესეთი რამეები ეძახო პოლ მაკარტნის ცოტა მიუღებელი იყო ჩემთვის მაგრამ ნუ აქვთ ვაპატიოდ ახლა ამ ხელა ნიჭის ადამიანებს ხანდახან ასეთი რამე არა ჩვენ აბსოლუტურად დღესაც როცა ერთმანეთი გვჭირდება თქვათ არის ხოლმე შემთხვევა როდესაც რომელიმე მუსიკოსი შეიძლება გამოგაკდეს მისეზი გამო, ისევ მაგათო ეძახით ერთმანეთს, ისინიც მეც ერთმანეთს და ჩვეულებრივი მეგობრები ვართ. განათლება კლასიკური გაქვს მიღებული? განათლება მაქვს 7 წლები. ძალიან ბევრი მუსიკის ავტორი ხარ, ძალიან ბევრი სიმღერის ავტორი. ფორტეპიანოზე მაქვს 7 წლები დამთავრებული და იცით რა ეს იმდენ საკმაოდ კარგი სკოლა იყო მოკლედ რა. კი ბატონო, იმიტომ რომ სპეციალობის გარდა იყო მუსლიტერატურა, იყო სოლფეჯიო, იყო გუნდი, სადაც ხმებში სიმღერასაც ქართულ სიმღერებს სწავლობდით და როდესაც თეორიაში კარგად გაერკვევი, ხო? მე სხვადასხვა ინსტრუმენტის ფლობა უკვე არის მონდომების და როგორც იტყვიან ტექნიკის საკითხი, რომ დაждდე და იმ ინსტრუმენტში გაერკვე, თორე როდესაც ეს საფუძველი გააქვს მეტნაკლებად ასე ვთქვი გეხმარება, იმიტომ რომ რეალურად ბევრი ვიცი თვითნასწავლი, მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის, რომ აი ამ დიდი სიმღერების ავტორებს აკლიათ ეს ცოდნა. უბრალოდ სხვა მხრიდან აქვთ მიღებული. შეიძლება არ კონდეთ დამთავრებული კონკრეტული მუსიკალური ანუ უმაღლესი ან სასწავლებელი, მაგრამ ხა ესეთი ადამიანი, რომელსაც ალღო აქვს ამ ჰარმონიას მელოდიას ისედაც თუ მოინდომა აუღებს ალბოს. მე შთაბეჭდილებ ჩემო რომ ძალიან ზოგიერთი სიმღერა ძალიან პირადულია შედი. საიდან მოდის ეს სიმღერები? აი რომ როგორც პირადი ისტორიიდან რო ვიცი ხო იცი როგორც პირადი ისტორიიდან ასე სამეგობროდან შეიძლება პირველ პირში დავჭერო მაგრამ სულად ჩემი მეგობრის ისტორია იყოს და რაც თავარი არის თითქმის ყველა ტექსტში აი როგორც ბრძოლა წესების garaში არის ახალი დღე არის და აი სიმღერა რომელზეც ვისაუბრებთ კიდევ ერთი სიმღერა უღრულად ცას რომელიც ქვია ესეც არის ჩვენი 90-იანი წლების როგორც იტყვიან აუხტენელი ოცნებები და მოლოდინები რომელიც ჰქონდა ჩვენ დამოუკიდებლობის მიღების დროს და შემდეგ ყველა ის პრობლემა რომლის წინაშეც აღმოჩნდით. იმიტომ რომ საკმაოდ წეგან როგორც აღნიშნეთ საკმაოდ რთული 90-იანი წლები გამოვიდა საკმაოდ და დღესაც
ყველაფერი გამოვიარეთ. კი, ყველა მეცი და სულ ვიხსენებ ხოლმე ჩვენი მშობლების თაობის დათქმას, რომ თქვენ ომი არ გინახავთ, გახსოვს იყო ხშირად იყო ეს და ყველაფერი ვნახეთ. ომიც ვნახეთ. მათ შორის სამოქალაქო. კი, სამოქალაქო და ყველაფერი ვნახეთ. აი თუ რამეს ალახავი შეიძლება და საშინელება ყველაფერი ვნახეთ. ეგ კარგი ჯანი გავარდეს და გადავიდეთ სადა ჰობზე. ჰობი ეხა შენი ჰობები ვიცი, ნადირობ თურმე. თვითონ მეც ბანადირებდა მამაჩემი, მაგრამ მანდა მაინც ნუ არა. ეხლაც მინადირია, კარგი ხანი არა, მაგრამ ნადირობაში ძალიან მაგარი მონადირე იყო მამაჩემი. მოკედა, ამიტომ ძალაუნებურად ყველაფერი კარგად რეზოლაღიძის დასრული ბადე მახსოვს. ბადეს ისრო და ხანისყალზე დაუძახა, ტიპი ჩამოიყვანა ყველაზე მაგარ მსროლეს და გადარია ისეთი ისრო რა ბადე რა. მათ ხო გაშლაზეა რა და თებთებზოობით შეიძლება აკეთებსაო. ძალიან ცნობილი მეთევზე და მონადირე იყო. ძალიან ცნობილი ყველაფერს ლაღიძე და სხვათა შორის ასეთი, ნუ ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორი არის რევაზ ლაღიძე, ისე როგორც პრაქტიკულად მთელი საქართველოს, იმიტომ რომ აი ესეთი ქართული სული, როგორც რევაზ ლაღიძის ნაწარმოებებში არის, მართლა იშვიათი არის. აი მაგის დასრული ბადება ქალბატონმა იდა ლაღიძემ მაჩუქა წიგნი ბიოგრაფიული რევაზ ლაღიძის. ძალიან დიდი მადლობელი ვარ, იმიტომ რომ აი პირველივე დღეს წავიკითხე ძალიან დაგვირვებით და სხვათა შორის ნუ ყველა მიცის რომ თბილისო საკონკურსოდ დაწერილი კონკურსი იყო გამოცხადებული თბილისის სიმღერების შექმნისთვის და საკონკურსოდ დაწერა ესეთი შესანიშნავი სიმღერა. და შემდეგ კულტურის განყოფილებიდან ერთ-ერთმა ქალბატონმა დაურეკა და თქვა რომ აი ამ შინაარსის სიმღერა გვინდაოდა იქნებ დაწეროთო და შვილო უთხრა ბუნებაში ვეღარ დავდივარ ჯანმრთელობის გამო და სიმღერას ვერ დავწერ. ხო, ვიცი ზუსტად ეგ ამბავი. ხო, ანუ ყველაფერი ფაქტურად როგორც ხო, ის იდეები რაც მოხდა. ქვას შემოახვია ბადე და აკეთა გაშალა მხარე. ეგეთი რამე არ მინახე, აი 14 წლის ბიჭი ვიყავი. და ზური კონჯაფარიძე იდგა იქაც, ყველა ვიყავი და ჩამოდიო ბიჭი ფეხი დაისვენე, ბიჭებს რაღაცა ქელიო რა. არა, მეო თევზიო. ტაფაზე მე ვასება, ტაფაზე მიყვარსო რა, უკვე აი რო შიშხიდებს მაშინ რა. და ნუ ეს ამაკ დანახე ეხლა და ვიცი, შენ არ თევზაო, უფრო ნადირობ. და თან ხელმარჯვე ოსტატი ძმაო. მე ნანახი მაგ გადაცემა. ამასთან დაკავშირებით საუბარი მირჩევნია, იმიტომ რომ რეალურად ნადირობა ძალიან ბევრ ადამიანს აღიზიანებს და მე არ მაგიზიანებს. აბარა, ნუ ეხლა ვიღაცა მეც ესე იგი რადგან იცით რა, ჩემთვის გაუგებარია თუ კი ასე ვთქვათ ახალწელს და აღდგომის დღესასწაულზე ჩაკაფულიც გიყვარს ადამიანს, შემწვარი გოჭიც გიყვარს, წერი გიყვარს შემწვარია. ხო და გააცკაპულა. ანუ იქ თუ კი ფერმაში კლავენ 203 ყველა თითოეული ფერმა 200-300 გოჭს და ამდენივე ბატკანს და ჩვენ ყიდულობ და მოვიხმართ, ეხლა წელიწადში ორი ნანადირები რომ მოვინადირო, ამაში რა. არა, ახლა არც რელიგია გვიგზავნოს ამას. თავარი არის სწორი მიდგომა, არ უნდა იბრაკონიერო, იცოდე სეზონი, იცოდე სვისი ტერიტორია, იცოდე მეთოდი და თუ მანდა მაინც რელიგიურად დააბრმავო და ესა და ეხა თუ კანონით მარხვაშიც თავი შეიკავო ახლა კიდე და თუ კანონის დაცვით ნადირობ ან თევზაობ ხო? კი ბატონო. არანაირი პრობლემას არ ქმნი, მით უმეტეს თუ იცავ წითელი ნუსხის სახეობას და ზომიერება თუ ვიცი ადამიანს. აბა კულტურას რო კლავ ეხა როგორი მღდელია, იცი? ეგეთი მღდელი არ არსებობს. 10 ნადირობიდან 9 ჯერ მოვდივარ ხელცარიელი პირდაპირ. კი ბატონო, აბა რა დაწუნებული ვარ, მონადირეები ეგრე არიან საერთოდ. უკვე ნასიამოვნები არიან, არა, აუცილებელი არ არის რაღაც არა, საერთოდ ბოლო დროს ისროლაც აღრმსიამოვნებს პირდაპირ. ხო, კი ბატონო. სეირი და ძაღლების მუშაობა და ეს უფრო მიყვარს. ყავს ძაღლები და რა. კი, 3 ძაღლი მყავს. რას ლაპარაკობ, რა ჯიში? დედაშვილი რუსული მდევრები და ინგლისური სეტერი ფრინველზე. გონჩი, როგორც ეძახია. კი, მდევარი, რუსული მდევრები. ქართულად გითხარი ხა შენ და მე გითხარი. იმედი ამ შემთხვევაში რუსული. რუსულები პრობლემა არ არის. გონჩი, ორი გონჩი და რა მითხარი მესამე? ინგლისური სეტერი ფრინველზე. აუ, გენაცვალე. ინგლისური სეტერი ეს საერთოდ საოცარი ჯიშია. კარგი, ჩემო ბატონო. აბა ბაში ხელმარჯვებაზე მითხარ, მე გადაცემა მაქვს რა ნახე შენთან იყვნენ კამერა იყო მოსული რო ლაპარაკობ სუ თან 5 წლის უკან და შენი აგარაკი მაქვს დანახი რა და შენი დანახი მაქვს თან მე ამას უყურე სხვათა შორის აი ზუსტად სად არის შენი აგარაკი ჩემი აგარაკი არის წყნეთის ახალდაბას ვეძახით ანუ წყნეთში აი ფიჭნარი რომ თავდება იქ რესტორანიც არის გადასახვევი არის და ახალდაბა პრაქტიკულად ჩიხი არის ახალდაბა ბეთანისკენ არის საცალფეხო ბილიკი და იქით ვეღარ მიდიხარ და აი იქ იყო მამაჩემის საუწყებო აგარაკი რომელიც მე შევისყიდეთ ანუ ვისიც იყო მე ახალდაბაში ვიცი რა ეკლესიას რომ ჩადიხარ აი
ოღონდ ის ჩვენი არის მარცხნივ აღმართზე არის ვაკე ადგილს ვეძახით იქ არის და ესე იგი ზუსტად პანდემიის ლოკდაუნის გამოცხადების წინ მოვიტანე ნიჩბისის ქვათან ბევრი. ხო და ესე იგი იმან გადამატანინა მოკლედ. ესე იგი ნახევარი ეზო მაშინ ავაშენე. ნუ უკვე ვეღარ გავდივოდით სახლიდან პარლამენტშიც, მაშინ პარლამენტში ვიყავი, პარლამენტშიც გაჩერებული იყო მუშაობა პრაქტიკულად და დაახლოებით 2 თვე საერთოდ არც სესია იყო. მაშინ პარლამენტარი იყავით? კი, მომენტში და ესე იგი მაგ დროს უამრავი ტერასა და რაღაცები ავაშენე. ლესავდა რა მთელი ამბავი? იცით რა, აი რაღაცა გარკვეული სამუშაოს გარდა პრაქტიკულად აი ხა ის ნუ სახში აი ძალიან დიდი ხანია ხელოსანი არ მოგვიყვანია. რა თუ რამე ფუჭდება ყველაფერს ვაკეთებ. ელექტროობასაც ეხლა ნუ ელექტროობასაც კი ბატონო. ეხლა აი მაგას ვერ წარმოვიდგინე. მაგაცმა მაჩუკა აპარატი, ჩაუჯექი YouTube-ის არხს, ჩავწერე შედუღება და რამდენიმე ოსტატისგან ვისწავლე შედუღება და მეორე დღეს მშვენიერი მაგი დაავაწყე, შედუღებაც ვიცი უკვე. რას ლაბა? და ეხლა როგორ ქართულად რაღაცა მზექალაშალიძეს ავით ყველა შედუღებას ვარკაალა ქართულად ყველაფერი ხო გენაცვალე. მივლოცოთ 99 წლის ვედაცვალე მაგას საოცარი ქალბატონი. აი სხვათაშორის გენი რა არის რომ ბატონი აკაკიც 100 წელს შეუსრულდა და მისი გენის არის 99 წლის ღმერთმა კარგად ამყოფს. ღმერთმა კარგად ამყოფს. მოკლედ რადგან ძაღლები ვაახსენეთ ძალიან ცნობილი ვეტექიმი არის ნათია ბერიძე. ხო და ერთხელ რომ მივედი ვენაში ჩემ ძაღლს გავუკეთა გერაინი ხო არა? ნემსი გავდი. არა მაგაზე და ვიშახირო და მეორე მისვლაზე, ანუ მეორე სეანსზე რომ მივედი, ნუ ძალიან ბევრი კლიენტი ყავს და დაკავებულია სხვა ძაღლებით და აქეთ მაგიდა იყო თავისუფალი. მოკლედ ეს ჩემი ძაღლი შევსვი მაგიდაზე და ეს წამალი რაც უნდა გამეკეთებინა მე თვითონ გავუკეთე ვენაში რა. ო ძაღლ. ესე გამომხედა და მოვიდა და შენო ხო არ кайფო ხო არ кайფო ხარ გადაირი სიგარეტს არ ვეწევი კაცი აბსოლუტურად ჯანსაღი ცხოვრე პლანს არ ვეწევი არაფერი ნემსი ღმერთმა დამიფარა საერთოდ როგორ გავუკეთეოდა ბიჭო მე ვთხარი გუშინ მეთქი გიყურე როგორ საკენი დაახვიე და ვენა როგორ ამობერე მე როგორი კუთხით შეხვედი რამ სიღრმეზე შეხვედი უყურებდი მეთქი რა და გავიმეორე და გავაკეთე მეთქი და გადაი მე ის გამოკაჩა უკან რომ ნამდვილად ვენაში რო იყოს სისხლი მოდის უკან ნემსში რა ესე რომ ამოწია უკან და რომ დარწმუნდებოდა რომ ვენაში გავუკეთე და აი ესე გავუკეთე და ვერაფრით ვერ დავაჯერე რომ ნემსთან სხვა საქმე არ მქონია და სხვათა შორის აი ოჯახშიც და სამეზობლოშიც აი ნემსის გაკეთება თუ ჭირდებათ უკვე მე ვეძახე აი ექიმისის რო არა და ესეთი რაღაცები გამომდის რა ამ დროს მამა ჩემი აი ლურსმანს ვერ დააჭედებდა აჰა ნუ და მე ნუ ეხა მეტლახის დაგება ჯერ არ მიცდია მაგრამ სხვა ყველაფერი აი კრამიტით მე გადავხურე ქვევრები მაქვს სხვათა შორის ეს მეღვინეობა ჩემი ჰობი არის და ეს 4 ქვევრი აბსოლუტურად თარაზოში მაქვს გასწორებული აი ხელოსნებს გავუკვირდათ ესე ზუსტად ერთი უნდა მოგისეირნო მოგძანდით სიამოვნებით ძალიან კარგგვინოებს გვინო და რამე თა ყველაფერი ამასაც მაგაზე ვეღარ მოვასწრე შემჭამა პროდიუსერმა ყურში ესე იგი რადგენში ვარ რადგან წავიდე დრო აღარ ვჭება მაგასაც თავი განებეო გოლიუდი შენი სიმღერის ამბავი ვითხარი სასაული ამბავი მინდა გითხარ ბატონებო ჩემო ბატონებო აი მოყვება ეხლა ამბავს როგორ მოხდა მისი სიმღერა ეხლა სტალონე ამბავი თელი ამბავი ეხლა მე რატო მოყვე ეხლა მოყვება აგერ კაცი ამასთან დაკავშირებით დრო აღარ ვჭება და არის კიდე ერთი 10 წუთი ხო და ჩემმა ამერიკელმა კოლეგამ მუსიკოსმა მომწერა წერილი რომ მის მეგობარს აქვს კომპანია რომელიც არჩევს ასე ვთქვათ სიმღერებს ფილმებისთვის რა ამით არის დაკავებული და ჭირდება აღმოსავლეთ ევროპული ჯგუფიო რაღაც ფილმს იღებენო და დაგიკავშირდებაო თვითონ მივცემ შენ მისამართსო და ნუ დამიკავშირდა ეს კაცი ესა და ეს ვარ ტიმისგან გიკავშირდებით და თუ შეიძლება რამდენიმე სიმღერა ესე იგი საშუალო ტემპის მითითებული იყო მიდ ტემპო გამოგვიგზავნეთ თქვენი ნაწარმოებები და ნუ რაც შევარჩიე დაახლოებით ჩემი გემოვნებით და გავუგზავნე ცოტა ხნის მერე მომწერა ჯერ არ იცი არაფერი ამის არაფერი არ ვიცი მგონია რომ რაღაცა ადგილობრივი ტელევიზია რაღაცა შეიძლება დოკუმენტური ფილმის იღებს რაღაცა ბუნებაზე იღებენ წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარი მოკლედ მომწერა აი ამ სიმღერაზე რომ ეს სიმღერა რაზეა სათაური რამე თუ შეიძლება და თუ შეიძლება თარგმანი გამოგვიგზავნეთ გავუგზავნე
შემდეგ მომწერა ამ სიმღერის ასე ვთქვათ, ტექსტის ავტორი თქვენ ხართ და უფლებებს ვინფლობს ამ სიმღერაზე. მე ვთხარი, ჩვენთან არის ერთი ორგანიზაცია, რომელშიც გაწევრიანებული ვარ და ისე ტექსტი და მუსიკა ჩემი, კი ბატონო. გავიდა დაახლოებით თვე და მომდის წერილი მილოცვით იწყება. გილოცავთ, თქვენი სიმღერა დამტკიცებულია ფილმში. გთხოვთ გახსნათ მიმაგრებული ფაილი და ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას და გადმოგვიგზავნოთ და რაც შეიძლება ჩქარათ ან სწრაფად. გავხსენი უკითხულობ და თავიდან წერია სცენარი. ხო. ორი ჯაშუში მიდის სადღაც იქ ვიღაცები ხვდებიან და მოკლედ მძაფ სუჟეტიანი ფილმი არის. და შემდეგ მსახიობები სილვესტერ სტალონე. უკვე მუხლები მომეკაცამეთ. ეს სხვა არ გაუგზავნა რა ხო რამე შეცდომა ხო არა სილვესტერ სტალონე ხო. მე სკოტ ისტუდი, კლინტ ისტუდის ვაჟიშვილი, ვილა ფიცჯერალდი ის სხვათა შორის ესე ვერ გავიხსენე, მაგრამ რომ მოვძებნე მე ვიცი ის ქალბატონი და კიდე ორი ცნობილი მსახიობი. აი ესეთი ფილმი და თქვენი მითითებული არის იქ რომ ორი ჯაშუში თუ არ ვწდები ბუნგალოში თუ სადღაც სხედან და საუბრობენ აი ამ მონაკვეთის წუთი და 45 წამი და აი აქ ფონად იქნება თქვენი სიმღერა გამოყენებული ქართულ ენაზე როგორიც გავგზავნე ისეთი. ხო და რა გითხრათ ესე იგი სანამ ამ ინფორმაციას გავავრცელებდი ორჯერ გადავამოწმე რომ ხო ყველაფერი რამე ხო არ შეიძლება არაფერი შეიძლება და უფლებაც ვთხოვე რომ შეიძლება თუ არა ჩვენთან უკვე მასმედიას მივაწოდო ეს ინფორმაცია და ყველაფერი გონორარის ყველაფერი თუ არ იცით რა ჰონორარი კი არა ვამბობ რამდენია და რამეზე არაფერი პირველადი ჰონორარი იყო არ არის ბევრი და იმ პირველად ჰონორაში ის კომპანია იყო გარკვეულ წილში რომელმაც დამაკავშირა მაგრამ მე ამ კაცმა მომწერა რომ ძირითადი შემოსავალი გექნება უკვე როდესაც გაქირავებაში გადისო ჩვენთან ასე არის აბა შეგედაც ანუ მაგრამ ისიც რამე ისეთზე საუბარი ანუ თვითონ ეს ფაქტი გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მეტყვი ხა თან ხა აგერ მელ გიბსონი და სტალონე და კლინტ ისტუდი და ესენი დაასვა ტრამპმა ჩემო ეგერ გეოლივუდში მიხედეთ ფილმს რა ქვია ისიც გითხარით რომ ალარუმ ქვია ფილმს 17 იანვარს უკვე იყო პრემიერა ამერიკაში ანუ უკვე იყო პრემიერა ბატონებო და ქალბატონებო ხო მე ინფორმაცია მქონდა რომ გაზაფხულზე გამოდის მაგრამ ეტყობა ცოტა მომენტი სიმღერას ქვია უღრუბლოცას კი ბატონო და აქ მე მინდა ვთქვა რომ ეს რო ყოფილიყო ფილმისთვის დაწერილი სიმღერა იქ რა თქმა უნდა ჰონორარიც ხო არის და ანუ ესეთებს უკვე პრემიერაზეც ეპატიჟებს. მაგას არა აქვს დიდი მნიშვნელობა. არა, ეს არის გამოყენებული. აბარა და მე ხვალ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ეგრე დასვა მეთქით, თავის წარმომადგენლობად გოლოვიჩი იქ ხალხი ტრამპა და სად დაგიძახებენ და წარმატებებს გისურვებ, ჩემო. არის საშუალება რომ იმღერო, თქვა. შეგენაც რა კარგი, წამიხარ. შენი ღიმილის ფერცას შენი თვალების ფერზღვას კლდეზე მოთამაშეკას კლდეზე დაგორებულ ზვავს ქისნაკადულ სანკარას სუფთა ჰაერს სუფთა წყალს და ყველაფერს რისიც მწავს ბრძოლის ველზე სისხლის კვას დაქრუებულ ამას ქავს გულგატეხილ მეგობარს ბავშვის თვალზე მომდგარ ცრემლს მოხუცის გამოწვდილ ხელს ჩვენს აუხდენელ ოცნებებს ჩუქნი ამ სევდიან ლებს ცას უღრუბლოცას ზღვას შენი თვალების ფერზღვას ცას
ყველაფერს რისიც მძამს დროში გზაბნეულებს ცაზე ვარსკვლავების მწყემს მისდა თესილ სიკეთეს ერთად გატარებულ წლებს დღეს გაჩენილ სიცოცხლეს ვჯუქნი ამ სევდიან ლექს ვჯუქნი ამ სევდიან ლექს ცას უღრუბლო ცას ზღვას შენი თვალების ფერზევას ცას უღრუბლო ცას და ყველაფერს რისიც მძამს ეგარი უღრმესი მადლობა უღრმესი მადლობა რა წარმატებებს გისურვებთ ჩემო კარგო ადამიანო კიდევ ერთხელ გიხდი აი ძალიან გადაგიხადო მინდა ძალიან დიდი მადლობა პირიქით მადლობა პატივი მაქვს ჩემო კარგო აი კიდევ ერთხელ გამიმეორებ შენაირი ადამიანები რომ ბესტუმრებიან და შემიძლია მაგ საშუალებას მასთან გავუსწრო კიდევ ერთხელ გეუბნები არაფერს არ ვამეტებ მართლა ამას ვამბობ გულით რა და ძალიან მიხარია და ძალიან მიყვარხარ იმის და მიუხედავად რომ კიდევ ერთხელ გეუბნები ჩვენ არა გვაქვს ახლა არ მოვდივართ ისე რა ქვია 16 ფუთი თუ რა ქვია 1 ფუთი მარილი არა გვაქვს ნაჯამი ის ხო გახსოვთ პოზნერის ისტორია საქართველოში რამდენჯერმე ადრგეძელეს და ძალიან თბილად ელაპარაკდნენ. კი, გადასარევი ისტორია. კი, გადასარევი. მე უთხრა რომ ესა არ მიცნობსო ხალხი. შენ ალუციო, ჩემთან ერთად მიხვედი ოჯახშიო და უკვე გასაგებიაო და ამიტომ ჩვენი სამეგობრო ჩვენთვის უკვე კი ბატონო რა. იმისათვის რომ ერთმანეთზე წარმოდგენაც გქონდეს და მეგობრებად გძნობდეთ თავს, გვაქვს სამი საშუალებას. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებები ჩემო კარგო გისურვებ ჯანს. წარმატებები, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რა ვიცი, მშვიდობას, გურულები, შულობა არის აუცილებელი იყოს ჩვენ ქვეყანაზე, ვიცი რომ ეს გაწუხებს, ზუსტად ვიცი რომ გაწუხებს ეგ ამბავი. მოდი ჩემო ბატონებო, ქალბატონებო, გემშვიდობებით, დროებით, სამწუხაროდ რეგლამენტია, ყველა გადაცემას თავისთავად ცხადია და ეხლა ვთხოვ აგერ ჩემს გიორგის და დაჭის გამოუსვას მიქსერს თითი ჩემო ბატონო და გამიყვანოს და მე გემშვიდობებით და დროებით აქედან პირდაპირ წავალ ჩემ მეგობარ ჯუბოსთან, ჩემი სიყვლის მეგობრები ველოდებიან იქა. კოცნით გეხვევით იმ მეგობრებს ჩვენთან შემოდით Facebook-ზე, დაგვიმედობდით YouTube-ზე და გავაგრძელოთ ერთად ესე ცხოვრება. ჩემო ბატონო, ეს გახლდათ ჯაპანას პაპანაკება. მამავა შეკვეთა რადიო სიძის ეთერშია